სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სანთელი გვამისა არს თვალი, უკვე თუ თვალი შენი განმარტებული იყოს, ყოველი გვამი შენი ნათელი იყოს. ხოლო უკვე თუ თვალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელი იყოს. როგორც ჩვენი სხეულისთვის მისი სწორად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო არის თვალი ჩვენი, რომლითაც ადამიანი აღიქვამს, განიცდის მთელს მის გარშემო სამყაროს, ისე გონება არის სულის თვალი. და როდესაც აქ უფალი საუბრობს თვალზე, სწორედ ჩვენს გონებას გულისხმობს. და გვეუბნება, რომ თუ ადამიანის გონება სწორად არის მომართული, სწორი ხედვა გააჩნია, მაშინ ასეთი ადამიანის ცხოვრება სწორად წარიმართება. ხოლო თუ ადამიანის გონება არის დაბნელებული, მაშინ მისი მთელი ცხოვრებაც გაუკუღმართებული იქნება. როდესაც ამ აზრს, ამ სწავლებას გვთავაზობს, შემდგომ უფალი გვეუბნება ასეთ სიტყვებს, რომ ვერ ვისხელეწიფება ორთა უფალთა მონება. ან ერთი უნდა შეიყვაროს და მეორე მოიძულოს, ერთს უნდა ემსახუროს და მეორე განაგდოს. მამონა თქვენ კარგად იცით, ეს არის მიწა, მიწის ბატონი. უფალი გვეუბნება, რომ თუ გინდა, რომ შენი სულიერი თვალი იყოს ნათელი, და აქედან გამომდინარე შენი სულიერი ცხოვრება იყოს ნათელი, უნდა მოიძულო მიწა. და უპირველეს ყოვლისა ამ მიწაზე უნდა მოიძულო მომხვეჭელობა, სიმდიდრის დაგროვების სურვილი. და გვეუბნება უფალი, რომ ნუზრუნავთ იმაზე, რა ჭამოთ და რა სვათ და რა შეიმოსვით. ნახეთ, ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ მამონას მსახურება არის მხოლოდ რაღაცა განსაკუთრებულად ცუდი საქციელი, განსაკუთრებულად მძიმე საქციელი, რაღაცა ყველასთვის მიუღებელი, ადამიანური მორალისთვის მიუღებელი, უფალი გვეუბნება, რომ მამონას მსახურება ეს არის ზრუნვა იმაზე, რა შეჭამო და რა დალიო და რა ჩაიცო. თითქოს ძალიან მკაცრი მცნებაა ისგან მოცემული, მაგრამ აუცილებელი. აუცილებელი რისთვის? კიდევ ერთხელ გავმეორდები, იმისათვის, რომ ჩვენი სულიერი თვალი იყოს მხედველი. სხვა შემთხვევაში, თუ ადამიანი, ხო არის ასე ასწავლის დღევანდელ სახარებაში, თუ ადამიანი ზრუნავს იმაზე, ენიადაგ და მისი მთავარი საფიქრალი არის რა შეჭამოს, რა ჩაიცვას, რა დალიოს, მაშინ მის სულიერი თვალი არის დაბნელებული. ასე აქედან გამომდინარე, მთელი მისი სულიერი ცხოვრება არის უკუღმართად წარმართული. შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ აქ უფალი კრძალავს საერთოდ, ასე ვთქვათ, შრომას. რა თქმა უნდა, ეს ესე არ არის. აქ ამ სწავლებაში უფლისა არც იჩანს, რომ თქვათ ადამიანს თუნდაც ამქვეყნიური სიმდიდრე არ უნდა გააჩნდეს. ამას არ ამბობს უფალი. შრომას განაკრძალავს უფალი პირიქით. ჩვენ გვახსოვს პავლე მოციქულის სიტყვები, ხომ? ერთ-ერთი უდიდესი თავი მოციქულის სიტყვები, რომლის მარხვაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, რომ მას შრომა იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ მან გამოთქვა, ბევრს ეს სამწუხაროდ კომუნისტების მოგონილი ფრაზა გონია, მაგრამ ეს პავლე მოციქულს ეკუთვნის. ეს სიტყვები, ვისაც არ უნდა შრომა, მან არც კი ჭამოს.
ნახეთ როგორი დამოკიდებულებაა შრომასთან ქრისტიანის. ქრისტიანი უნდა შრომობდეს. აუცილებლად უნდა შრომობდეს. მაგრამ მისი შრომის მიზანი არ უნდა იყოს ფულის დაგროვება. მისი შრომა მხოლოდ უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ მან დღის სარჩო იშოვოს და ამით უნდა კმაყოფილდებოდეს. არც სიმდიდრეს არ კრძალავს უფალი. ჩვენ ვიცით, ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი წმინდა წერილიდან. უმდიდრესი იყო აბრაამი. უმდიდრესი იყო იობი, მაგრამ არც ერთი მათგანისთვის სიმდიდრეს ზიანი არ მოუტანია. არც ერთი მათგანს სიმდიდრე სახშიჯდომით უბრალოდ არ მოუპოვია. შრომობდნენ, წვალობდნენ და ირჯებოდნენ, მაგრამ აი რასაც კრძალავს უფალი დღევანდელ სახარებაში, აი ეს მათ არ ქონდათ. მათი მიზანი არ იყო გამდიდრება. მათი მიზანი არ იყო მთელი ცხოვრების სარჩო საბადებლის დაგროვება წინასწარ. გახსოვთ ხო სხვა მდიდრის იგავი, რომელსაც დიდი მოსავალი მოუვა და ფიქრობს, რომ რა გავაკეთო, არ ყოფნის იმხელა მოსავალი მოვიდა, რომ არ ყოფნის ბეღელი. და ფიქრობს, მოდი ახლა დავანგრევ ჩემ ძველ ბეღელს, ახალს დიდს ავაშენებ, ამ ყველაფერს დავაგროვებ იქ და ვიხარებ და ვიშვებ და ვიქნები ბედნიერი მთელი ჩემი ცხოვრება და გაისმის უფლის ხმა. უგუნურო, ამას ღამესა მიგიღებენ შენ სულს. ვის დარჩება ეგ ყველაფერი, რაც შენ მოიმზადე. აი სწორედ ასეთ დამოკიდებულებას კრძალავს შრომასთან თუ მომავალთან ჩვენი უფალი დღევანდელ სახარებაში. და არამც სიმდიდრეს. საიდან მტკიცდება ის, რომ თუნდაც ჩვენს მიერ გახსენებული აბრაამი და იობი არ იყვნენ ამისთვის მოწოდებულები, რომ სიმდიდრე დაეგროვებინათ. არ იყო მათი საფიქრალი სიმდიდრის მოგროვება. იქიდან რომ ორივე მათგანი სიღარიბეშიც, ევნულებაშიც და სიმდიდრეშიც ერთნაირად ესცემდნენ თაყვანს უფალს. ერთნაირად ადიდებდნენ მის სახელს. წარმოიდგინეთ, აბრაამი იქამდე იყო შეყვარებული ღმერთზე, რომ მისი ბრძანების გამო საკუთარ შვილსაც კი არიდა და მოსაკლავად წაიყვანა. რაღაც დაგიდევთ ახლა სიმდიდრეს, წარმოგიდგენიათ ეს სიმდიდრეს ხო საერთოდ ისე დათმობდა. აბრაამი ემორჩილებოდა და ეთაყვანებოდა ღმერთს, როდესაც ის ისეთ ქვეყანაში იყო, სადაც იგი იძულებული იყო საკუთარ ცოლზე ეთქვა, რომ ჩემი დაარისო, რომ ის არ მოეკლათ. წარმოიდგინეთ, მაშინაც ადიდებდა ღმერთს და მაშინაც ადიდებდა ღმერთს, როდესაც თავისი ძმისშვილი რომ დაატყვევეს სოდომში მეფეებმა, გაეკიდა მათ, დაამარცხა მეფეები, დიდი ავლა დიდებით მობრუნდა უკან გამარჯვებული. მაშინაც ზუსტად ისე ადიდებდა ღმერთს, როგორც გასაჭირში. იობიც ასევე იყო. ჩვენ ვიცით, ბიბლიაში მოთხრობილია, რომ იობი უმდიდრესი ადამიანი იყო იმ ეპოქის და ღენია და ღმერთს ადიდებდა და მსხვერპლს წირავდა მას ამ წყალობისათვის. ეშმაკი მიდის უფალთან და ეუბნება, რომ რა თქმა უნდა ეს კაცი შენ გადიდებს, იმიტომ რომ ყველაფრით აკურთხე და რა თქმა უნდა გადიდებს. ეხლა აღარ გავაგრძელებ ისტორიას დიდხანს, რომ ბევრი დრო არ წავიდეს ამაზე და ყველაფერს დაკარგავს. ეშმაკი ყველაფერს წაართმევს იობს. სიმდიდრიდან დაწყებული, თავისი შვილებით დამთავრებული და ჯანმრთელობით დამთავრებული. იქამდე მიდის იობის მდგომარეობა, რომ ის ხალხთან ერთად ვეღარ ჩერდება, ლპება, საშინელი სული აზდის და ქალაქის ნაგავ საყრელზე, სადაც 1000 სიბინძური არის, აი იგზის და იქ ატარებს თავის ცხოვრებას. და ასეთ მდგომარეობაში იობიც ზუსტად ისე ადიდებს ღმერთს და თავის ცოლს ეუბნება, რომ რაო, თუ სიმდიდრე და კურთხევა მივიღეთ ღვთისგან, ბევრ უნდა მოვითმინოთ განსაცდელი. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო, შიშველი მოვედი ამ ქვეყანაზე და შიშველი გავალ ამ ქვეყნიდან. აი იობის სიტყვები, როდესაც ყველაფერი დაკარგა.
აი აქედან ჩანს იობის დამოკიდებულება იმ სიმდიდრესთან. აი ასეთი დამოკიდებულებისკენ მიგვითითებს უფალი დღევანდელ სახარებაში და გვეუბნება რომ იშრომე. შეიძინე ქონება თუ კურთხეულია ის ღვთისგან, მაგრამ ამაზე ნუ დაამყარებ შენ იმედს, თორე დაგიბრმავდება სულიერი თვალი და დაიღუპები. აი ამას გვეუბნება დღევანდელ სახარებაში ჩვენ უფალი და გვაფრთხილებს რომ თქვენ ქრისტიანები ხართ. ამაზე ზრუნვა თქვენ არ შეგშვენით. ნახეთ რას ამბობს უფალი რომ ამას ყოველსაც არ მართნი ეძიებენ. აი ეს სიტყვა მინდა კარგად აი ეძიებენ, ამას არ უნდა ეძებდეს ქრისტიანი. აი ქრისტიანი არ უნდა ცხოვრობდეს იმისთვის რომ გამდიდრდეს. მიხვდით, არ უნდა ცხოვრობდეს იმისთვის რომ ლამაზად ეცვას. შეიძლება მდიდარიც იყოს და ლამაზად ეცვას. ამაზე არ არის ლაპარაკი. ნახეთ, მაგრამ ამას არ უნდა ეძებდეს, ამისთვის არ უნდა ცხოვრობდეს. ცხოვრებისეული მიზანი მისთვის ეს არ უნდა იყოს. აი ამას გვეუბნება უფალი. რატომ? იმიტომ რომ ამას ყოველს წარმართები ეძიებენ. და თუ შენ ცხოვრობ ისე როგორც წარმართი ცხოვრობს, ეძებ იმას, რასაც წარმართი ეძებს, რა თქმა უნდა შენ თვალი დაბრმავებული ქონია და ქრისტე ვერ დაგინახია. და სულ სხვა მიმართულებით მიდიხარ. იმიტომ შეადარა უფალმა აი ეს მდგომარეობა, ბრმა ადამიანის მდგომარეობას, რომელმაც არ იცის საცხოვრობს, სად მიდის, როგორ მიდის და ხელების ცეცებით და დიდი ვაი-ვაგლახით გააქვს თავისი ამ ქვეყნიური ცხოვრება. მერთმა აგვიხილოს სულიერი თვალი და მოგცეს უპირველეს ყოვლისა ღვთის სასუფევლის ძიება. ნახეთ რას გვეუბნება უფალი. არა როგორ ვანუგეშებს. მან ისეთი მსხვერპლი გაიღო ჩვენთვის რომ სულ ყველაფრის დათმობა რომ მოეთხოვა და რო ეთქვა რომ ქუჩაში იცხოვრეთო, იმიტომ რომ თვითონ თავის მისადრე კი ადგილიც არ ჰქონდა. ესეც რო ეთხოვა უნდა შეგვესრულებინა, მაგრამ ამას არ გვეუბნება. გვეუბნება რომ თქვენ, აი წარმართები ხო ამას ეძებენ, თქვენ ესე არ იყოთ. თქვენ უპირველეს ყოვლისა ეძიებდით სასუფეველსა ღვთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. ანუ ყველაფერი გვეუბნება თვითონ ამავე სახარებაში, ხო რომ მამა მიცის თქვენ რაც გჭირდებათ. ამიტომ თქვენ სასუფეველი ეძიე და ღმერთი გაკურთხებს და იმას რაც შენ გჭირდება ამ ქვეყნიური ცხოვრებისათვის, რაც შენ სულს არ დააზიანებს, რაც შენ სულიერ თვალებს არ დააბრმავებს ამ ქვეყნიურს, იმას მოგცე. არაფერი დაგაკლდება. ფსალმუნში ჩვენ ვიცით, დავით მეფსალმუნე სულიწმინდი, უпростоრეთ სულიწმინდა დავით მეფსალმუნის პირით გვეუბნება, ყრმა ვიყავ და დავბერდი, ანუ ბავშვი ვიყავ და დავბერდი. და არა მიხილავს მართალი დაგდებულ და მთხოველ პურისა. ნახეთ? მეფე ადამიანი ამბობს რომ ბავშვი ვიყავი და დავბერდი და არ მინახავს არსად მართალი ადამიანი დაგდებული და პურის მთხოვნელი. იმიტომ რომ ზრუნავს უფალი ყველა ადამიანზე და იმას აძლევს რაც მისი სულისთვის საჭიროა. ხან ეს განსაცდელია, ხან ეს კეთილდღეობა. ორივეს მონაცვლეობით, იმიტომ რომ როგორც ოქროპირი ამბობს, თუ ადამიანი სულ განცხრომაში იქნება, აუცილებლად გაირყნება. აუცილებლად ამის ბევრი მაგალითი ვიცით. მინდა წერილიდან. მაგრამ თუ ადამიანი სულ განსაცდელში იქნება, ესეთი ადამიანიც გატყდება, ვერ გაუძლებს. სულ განსაცდელს ადამიანი ვერ გაუძლებს, სუსტია. ამიტომ უფალი ორივეს გვაძლევს ეს ოქროპირის სწავლება. ხან ის არის, ხან ის არის. სწორი სულიერი თვალის მქონე ადამიანი ვინ არის? რომელიც ორივეს მადლიერებით იღებს და იცის რომ ორივეს უფალი უგზავნის მისი სულის გადარჩენისთვის და სხვა არაფრისთვის. მერთმა შეგვაძლებინოს რომ ეს დამოკიდებულება ჰქონდეს ამ ცხოვრების მიმართ. ძალიან მოკლე სიტყვა არის გრიგოლ ღვთისმეტყველის ამას სოფლის ამაოებასთან დაკავშირებით. და მინდა რომ წაგიკითხოთ ის და ეს იყოს ესე ვთქვათ საბოლოო სიტყვა დღეს ჩვენთვის. მინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ცხოვრების ამაოებისა და სიმუხტის, აგრეთვე საყოველთაო აღსასრულის შესახებ.
აი ამ სიტყვის მოსმენის მერე ჩვენთვის უკვე იოლი გახდება გავიაზროთ ის თუ რატო გთხოვს უფალი რომ არ ვემსახუროთ მამონას და ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი არ იყოს რა ვჭამოთ და რა ვსვათ. ნეტავი ვიქცე ლაღად მფრენ მტრედად ან მერცხლად, რათა გავერიდო ადამიანურ ყოფას. ან დავსახლდე სადმე უდაბნოში და ბუნაგში მხეცებთან დავიდო ბინა, რადგან ისინი ადამიანებზე ერთგულნი არიან. იქ გავატარებდი ჩემს მსწრაფ წარმავალ ცხოვრებას უცრემლოდ, უზრუნველად და შიში არ მექნებოდა სასჯელისა. მხეცებთან შედარებით მაქვს ერთი უპირატესობა, გონება, რომელმაც იცის ღვთაება, მაგრამ თავად არაღვთაებრივია. იქ მშვიდად მყოფი მოვიკრებდი ადამიანებს ყოველი კუთხიდან, ან ავიდოდი რომელიმე მაღალ სვეტზე და ხმამაღლა მოუხმობდი ამ ქვეყნად მცხოვრებთ. მოკვდავნო, დაღვრილი სითხისგან ნაშობნო, უბადრუკნო, თქვენ სიკვდილით მცხოვრებნი, ამოვებით ქედმაღლობთ. თქვენ, ვინც ძილში და ცხადად წარმოსახული მოლანდებების სათამაშოდ ქცეულნი და მათით მოთამაშენი ხართ, დიდხანს უნდა იხეტიალოთ დედამიწაზე უმიზნოდ. იცოდეთ, გონებით ამაღლებული ყველას აღემატება. ასე ავმაღლდი მეც, რადგან ღმერთმა მომანიჭა დიდი ცოდნა იმისა, თუ რა არის სასარგებლო და რა მავნე. გონება კი ყველაზე მაღლა დაფრინავს. ის, ვინც იყო ახალგაზრდა და ძლიერი, მეგობართათვის საამაყო, დადიოდა თავაწეული და ჰქონდა მოქნილი სხეული. იყო დილის ცისკარზე მშვენიერი, გაზაფხულის ყვავილივით თვალწარმტაცი მამაკაცთა შორის, რომლისკენაც მიმართული იყო ყველას მზერა. ვის საგმირო საქმეებსაც ადიდებდნენ, ვინც საჭურველ ასხმულ არეს გავდა, ვინც ასპარეზზე საუცხოოდ ერკინებოდა მხეცებს, მთებში კი მათ დიდებას ეცილებოდა, ვისაც იზიდავდა ნადიმები და მდიდრული ვახშმები, ვისი სტომაქიც ხმელეთიდან, ზღვიდან თუ ჰაერიდან იღებდა შესაწირს, ის ახლა დანაუჭებული და მიხრწნილია. ყოველივე დაჭკნა, მოვიდა სიბერე და სილამაზეც განქარდა. სტომაქმა სამსახურზე უარი თქვა, ამ ადამიანის მცირედი ნაწილი კიდევ ცოცხლობს, უდიდესი კი უკვე სამარეშია. ვინც ქედმაღლობს განსწავლულობით, ოცნებობს თავისი კეთილშობილებისთვის შესაფერის მდიდრულ განსასვენებელზე, ან იმაზე, რომ მანაც შეძლოს საკუთარი სისხლით დაწეროს მომცრო გრაგნილები, ვინც ქალაქებში გაითქვა სახელი თავისი რჩევების შეუვალობით, ვის შესახებაც ყველა ლაპარაკობს, ვინც შეაგროვა უთვალავი სიმდიდრე და გონებაში კვლავ მის გამრავლებაზე ფიქრობს, ვისაც მაღალ ტახტზე მჯდომს, აღაფრთოვანებს მისთვის ჩაბარებული სასწორი მართლმსაჯულებისა, ვინც მეწამული სამოსითა და შუბლზე დიადემით მეფობს ამ ქვეყნად, მას არად მიაჩნია ზეცა. თავად მოკვდავი უკვდავების იმედით არის აღზევებული. ეს ყოველივე ახლა ხდება, მაგრამ გაივლის მცირე ხანი და მისგან მხოლოდ ნეშტი დარჩება. მონები და კვერთხის მყრობელნი, დაქირავებულნი და სიმდიდრით გაამაყებულნი ყველა გათანაბრდება. ყველასთვის იარსებებს ერთი წყდიადი, ერთი სავანე, ხოლო ამპარტავანთ დარჩებათ ერთი უპირატესობა. მათ უფრო ხმამაღლა დაიტირებენ. განსასვენებელიც უფრო მდიდრული ექნებათ და მათი საფლავის ქვაზე ამოტვიფრული წარწერა უფრო გამძლე გამოდგება. ადრე თუ გვიან ყველა მოკვდავს ერთი ხვედრი ეწევა. ყოველივე მათგანისგან საბოლოოდ დარჩება ოდენ მყიფე, სანახევროდ გახრწნილი ძვლები და შიშველი თავის ქალა. დასრულდა დიდართა ფუფუნება, მაგრამ აღარც ღატაკთ აწუხებთ ჯაფა, სახადი, სიძულვილი, ახირება, მეტი შეძენის სურვილი და უუკებელი თავხედობა, ყველაფერი მიცვალებულებთან ერთად მოკვდა, დასრულდა. იმ ჟამამდე, სანამ აღმდგართა გზას არ გაუყვება. ამ ყოველივეს მხილვენი თქვენ ხართ, შვილნო ჩემო. მე შემიძლია ასე მოგმართოთ, რა კი ამ ქვეყნად თქვენზე დიდხანს ვიცხოვრებ. ამიტომ ისმინეთ ჩემი რჩევები. უარყოთ მთელი ქვეყანა და ყველაფერი, რაც ამ სოფლად შფოთავს, რითაც გვხიბლავს მიწიერი ხელმწიფე. ეს მტაცებელი სხვისი საკუთრებისა, მავნებელი და კაცთა მკვლელი,
განვუდგეთ სიმდიდრეს, დიდებას, პირველ მჯდომობას, სახელოვან ჩამომავლობას, წარმავალ ბედნიერებას, რაც შეიძლება სწრაფად გავიქცეთ ზეცად, სადაც სამების აღუწერელი ნათლით ბრწყინავს ულევი მშვენიერება. სხვები და ეს სათამაშო ქვევივით ცვიოდნენ აქეთ-იქით და სიამოვნებაც ჰპოვონ ამგვარ დაცემაში. ან სქელი საბურავით დაიბნელონ თვალები და კედელზე ხელის ცეცებით მიჰყვნენ ურთიერთს. მერთმა დაგვიფაროს აი ამ ხვედრისაგან, რაზეც მინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი საუბრობს და ღმერთმა მოგცეს სიბრძნე თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ვემსახუროთ იმას, ვინც აღვითქვა საუკუნო ნეტარება ზეცათა სასუფეველში და არა მამონას, რომელზეც აგერ მინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვეუბნება, მოჰყავს მაგალითები ადამიანებისა, ვისაც მთელი ქვეყანა აქებს და ადიდებს, მაგრამ ბოლო მათი ზუსტად ისეთივეა, როგორც ერთი ვინმე უბირისა ქუჩაში მათხოვნელად ყოფის. ერთნაირია ყველასთვის ის სამყარო, იქ არ არის თვალღება უფლის წინაშე, უფალი არავის არ ეკითხება, მდიდარი იყო თუ ბატაკი, ჯამრთელი იყო თუ სნეული, ერთადერთ კითხვას სვავს უფალი. ცხოვრობდი სიკეთით თუ არ ცხოვრობდი? იცავდი ჩემ ცნებებს თუ არ იცავდი? მემსახურებოდი მე თუ ემსახურებოდი მამონას? უფალის ახარებაში გვეუბნება ჩვენ, რომ რომელ უფალსაც ემსახურებოდი, ის გადაგიხდის საზღაურს. თუ ადამიანი ამ ქვეყანაზე ცხოვრობს მიწისთვის და მისი საზრუნავი არის უპირველესი, რა ჩაიცვას, რა შეჭამოს, მაშინ მიწისგან უნდა ელოდეს საზღაურს. და ეს საზღაური თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად ვიცით და დღეს გრიგოლ ღვთისმეტყველმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა. ეს არის ნახევრად გახრწნილი ძვლები მიწაში და შიშველი თავის ქალა. აი ესე იხდის საფასურს მიწა თითოეული მისი მსახურისთვის. ხოლო უფალი საუკუნო ნეტარებას, მარადიულ სიცოცხლეს პირდება თითოეულ ჩვენთაგანს. მერთმა მოგცეს სიბრძნე, სულიერი ხედვა, რომ სწორი გზა ავირჩიოთ. მერთმა დაგლოცოთ და დაგვრთოთ.